პუტინი და კობახიძე აშხაბადში. 12 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო მშვიდობის ფორუმში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ფორუმი თურქმენეთის დედაქალაქში გაიმართა და ქვეყნის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. გაინტერესებთ, როგორ გააშუქა ეს ვიზიტი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა? ტელევიზიამ, რომელმაც წელს ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. დღის პირველი გამოშვება კობახიძის ვიზიტით გაიხსნა. წამყვანმა გითხრა, რომ ის აზერბაიჯანელ კოლეგებს და თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა. კობახიძის ვიზიტი ორმხრივი შეხვედრებით და სიტყვით გამოსვლა არც 12, 3, 6 და დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გამორჩენიათ. მოამბეში მოვისმინეთ, რომ კობახიძემ ფორუმზე ყურადღება მშვიდობასა და ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა. გვითხრეს, რომ რეგიონულ სტაბილურობაში საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს, მუშაობს შუადერეფნის განვითარებაზე და ერთგულია პარტნიორებთან. წამყვანებმა და ჟურნალისტმა მხოლოდ სიტყვიერად ახსენეს, რომ ფორუმს სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტიც ესწრებოდა. თუმცა საინფორმაციო გამოშვებებში პუტინს საერთოდ ვერ ნახავდით. არადა თურქმენეთში საზმაოს გადამღები ჯგუფი წყავდა გაგზავნილი. მათ სიუჟეტები იმის შესახებაც მოამზადეს, რომ პუტინთან ერთად გადაღებულ ფოტოს საზოგადოების ნაწილის და ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა არ გვაჩვენეს არც ფოტო და არც ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ პოზირებს კობახიძე პუტინთან ერთად. ეს სიუჟეტებიც ისევ ოცნების ლიდერების გამოხმაურებებით დასრულდა. არც ფორმალურად, არც არაფორმალურად არანაირი კვეთა არ ქონიათ. საერთო ფოტო არ გადაუღიათ, გადაიღეს კონფერენციის მონაწილეების ფოტო. 8 თვის წინ ტრამპმა ყაველაშვილის წინ რომ ჩაიარა, ეს პირველ აქცზე ახალ ამბადაც გამოქვეყნდა და ქართიც მიუძვნეს. თქვენი აზრით, ახლა რატომ არ გვაჩვენეს პუტინის და კობახიძის ფოტო?